უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდება. ამის შესახებ მან ლიეტუვური გამოცემის დელფის ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა. პოდოლიაკს თავისი აზრის დასადასტურებლად ქვეყანაში გამართული უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყავს. მისი განმარტებით რუსეთი ცდილობს საქართველოზე კონტროლი მოიპოვოს, თუმცა ამბობს, რომ ქართული საზოგადოება რუსეთის ქვეშ მოქმედი ქართული ოცნების პოლიტიკით დაინტერესებული არ არის. რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულების სუბიექტურები არიან და რუსეთი ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში. ანუ სრულიად პრომოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებთან, პარტიებთან და შესაბამისად ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო ველის დასაჭურისება. ამ ყველაფერს ვხედავთ. გამოუვა თუ არა ეს რუსეთს, ეჭვი მეპარება უხეშად რომ თქვა. წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ თბილისის, ქუთაისის ქუჩებში, წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უბრალოდ აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება, პრორუსული პარტია. იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ. არა, ჩემთვის ესეც უეჭველია.